ეთერშია კომუნიკატორი, მე შეგახსენებთ ჩვენთან საკომუნიკაციო საშუალებებს, ტელეფონის ნომერია 249330, ხოლო ინტერნეტში კომუნიკატორი.gi, Facebook-ზე facebook.com/კომუნიკატორი, Skype-ში კომუნიკატორი.gi არის ჩვენი კომუნიკატორი.gi არის ჩვენი ID. ძალიან გაგვიხარდება თუ Skype-ის მეშვეობით ჩაგვერთებით, იმიტომ რომ გვინდა რომ პერიოდულად ჩვენს დაგინახოთ. ინტერაქტიული ტელევიზია ხომ ეს. ცნობდეთ ჩვენს მაყურებელს, მარტო თქვენ კი ცნობდეთ, ჩვენ ცნობდეთ. კი ბატონო. ეხლა რაც შეეხება დღევანდელ ჩვენს სკანირების შედეგებს, ერთი ძალიან საინტერესო სიუჟეტი ვნახე, რომელიც გამოაქვეყნა Palitra TV-ში. ეს სიუჟეტი, მოდით ვნახოთ უბრალოდ და მე ორიოდე სიტყვით მინდა მოგახსენოთ, იმიტომ რომ ამ თემაზე ჩვენ მქონდა ერთ-ერთი გადაცემა ამ გამოგონებებთან დაკავშირებით საერთოდ საქართველოში. შესაძლოა ეს ფანტაზია გეგონოთ, თუმცა ქართველი მეცნიერები ამაზე უკვე დიდი ხანია ფიქრობენ და ინოვაციურ მეთოდსაც მიაგნეს. ეს ელექტროენერგიის უკაბელო გადაცემის მოდელია. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი ზაალ აზმაიფარაშვილი გვიხსნის, როგორ მოქმედებს აპარატი და როგორ იმთება ხელში ყოველგვარი კაბელის გარეშე სხვადასხვა ფორმისა და ზომის ნათურა. მისივე თქმით, აპარატი სრულიად უსაფრთხოა გამოსხივების მხრივაც. ეს პრინციპი, რომელიც ახლა ამაშია ჩადებული, ჩვენ შეგვიძლია გადავიდოთ, ასე ვთქვათ, აი ამ ფართო მოხმარების საგნებში, ჩვენ მივიღეთ ისეთი სიმძლავრე, რომელიც საშუალებითაც შეგვიძლია ლეპტოპებით ჩავთოთ და ასევე ტელევიზორები. ტელეფონებს დასჭირდებათ სპეციალური მიმღების ჩამოტაშება. ნოვატორული გამოგონების ავტორი ვარაუდობს, რომ უახლოეს აი დაახლოებით ასეთი ტიპის სიუჟეტია. ეს არის ძალიან, ჩემის აზრით, ძალიან მნიშვნელოვანი გამოგონება. რეალურად ალბათ გადამოწმება სჭირდება ამას და დარწმუნებული ვარ, რომ რაღაც გარკვეული საპატენტო უკვე ღონისძიებები ჩატარებული არის. კი, ჩატარებული აქვს, უკვე დააპატენტეს თავიანთი იდეა უკვე დაპატენტებულია. მე მინდა გითხრათ, რომ დაახლოებით 3 წელია ძალიან ინტენსიურად მიდის მუშაობა ეგრეთ წოდებული უკაბელო ელექტროენერგიის მიწოდებაზე და მიღებაზე და არის რამდენიმე ჯგუფი დასავლეთში. ახლა ჩვენ ვხედავთ, რომ აქ საკმაოდ ისეთი მარტივი ხერხებით არ არის ეს ძალიან ლამაზი რაღაცა დანადგარი მარკეტინგულად ჯერ არ არის ატრაქტიული როგორც იტყვიან, მაგრამ უცხოეთშიც მიმდინარეობს მუშაობა ამ სფეროში. ძალიან მნიშვნელოვანია ეს განსაკუთრებით ავტოინდუსტრიისათვის, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით რომ ავტომობილები ფაქტია რომ ავტომობილები ნელ-ნელა გადავლენ ელექტროენერგიაზე, შესაბამისად აი დატენვის პროცესი, ვთქვათ, არის ავტომობილი ძალიან ცნობილი Tesla ერთ-ერთი ყველაზე დიდი პროექტი ამ სფეროში და რასაკვირველია დატენვის პროცესი მაინც ასე თუ ისე ასოცირებული იყო რომ რაღაცა ავტოგასამართი სადგურის ტიპის რაღაცა სადგურები მაინც დაგჭირდება, მაგრამ აი აქ როგორც ხედავ ტენდენცია მაინც იმისკენ ანუ ესეთი ტენდენცია რომ ეს დატენვა ფაქტიურად პროცესში, მოძრაობის პროცესში მოხდება და ეს ძალიან ენერგიის დაზოგვის, დროის დაზოგვის თვალსაზრისით, ანუ ეს შეიძლება იყოს ეს დანადგარები, ეს გადამცემები ფაქტიურად პირდაპირ ქუჩაში შეიძლება იყოს დამონტაჟებული, შეიძლება ჩვენ უბრალოდ აბონემენტი გადავიხადოთ რაღაცა და პროცესში აი ელექტროენერგიით მოვამარაგებთ ავტომობილებს. მე ძალიან მიხარია რომ ეს საქართველოში ხდება ეს ყველაფერი და არიან ადამიანები, რომლებსაც ეს თემები აინტერესებდა ამ სფეროში მუშაობენ, მიუხედავად იმისა, რომ ვერ ვიტყვით რომ სამეცნიერო სფერო განვითარებულია და დაფინანსებულია. ჩვენ მე მგონი უნდა დავაკავშიროთ ეს ადამიანები ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს იქნებ რაღაცნაირად ერთმანეთთან კოლაბორაციით ეს პროექტი კიდევ უფრო ხელშესახები გახდეს ჩვენთვის. მე დარწმუნებული ვარ. მე მგონი მათ იციან, იმიტომ რომ ეს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო პრინციპში ისეთი მხარდაჭერილი პროექტია და ინფორმაცია ამის შესახებ ყველგან იყო. თუ ამას იგონებს ადამიანი ეჭვმაქვს ინფორმაციების. ეხლა რატო ვაკეთებთ ამას ყველაფერს, რატო ვსაუბრობთ ამდენი ხანი ამის შესახებ? ჩვენ გვინდა უბრალოდ გარკვეული мотиваცია გაუჩინოთ ადამიანებს, რომლებიც სახში აკეთებენ. ჯერჯერობით პროცესში არიან, მაგრამ არ იციან ვის მიმართონ როგორი ფორმალურობები უნდა გაიარონ, ამიტომ ჩვენ დაგაკვალიანებთ თქვენი ანუ არსებობა ძალიან მნიშვნელოვანია ამ ქვეყნისათვის, ჩვენ ტექნოლოგიების განვითარების ერაში ვცხოვრობთ. ასევე მნიშვნელოვანია რომ ერთი გამოგონებით არ შემოიფარგლონ და ეს იყოს ერთგვარი განვითარებადი ჯაჭვი და კოლაბორაცია შედგეს ერთმანეთს შორის. გასაკვირველია ინფორმაცია გაცვალონ ერთმანეთში. ასე რომ დაგვიკავშირდით თუ რაღაცა ფანტასტიკური აბსოლუტურად გიჟური იდეა გაქვთ, დაგვიკავშირდით და ჩვენ შევეცდებით რომ შესაბამის ორგანიზაციებს, კომპანიებს დაგაკავშიროთ და რაღაცა გარკვეული კომუნიკაცია რო შედგეს. ეს რაც შეეხება მეცნიერებას საქართველოში და გამოგონებას საქართველოში, ეხლა რაც შეეხება უფრო ისეთ გამომგონებელს მუსიკალურ სფეროში,
ეს ადამიანი ჩვენ ვახსენეთ ამ გადაცემაში არაერთხელ და ამჯერად მას ახალი ალბომი აქვს. ბიორკი მე ვთვლი რომ არის გამომგონებელი საერთოდ შოუ ბიზნესში, როგორც უცნაურად არ უნდა ჟღერდეს ეს ყველაფერი. მას აქვს ახალი ალბომი, მაგრამ მომაში ეს არის ნიუ-იორკის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი მაისში ჩატარდება თუ გექნებათ საშუალება და მე მინდა რომ თქვენ ყველას გქონდეთ საშუალება იმისი რომ პერიოდულად თქვა მხოლოდ მომაში წასასვლელად წავიდნენ ქართველები ნიუ-იორკში გამოფენის სანახავად. მაისში იქნება ბიორკის ჩატარდება ძალიან დიდი გამოფენა და ეს არის მოკლე რგოლი, რომელიც ფაქტიურად ალბომის პრომოც არის და ამავე დროს ამ გამოფენის პრომოც არის. მოდით ნახოთ დაახლოებით მიხვდებით როგორ ესთეტიკაში მუშაობს დღეს ქალბატონი ბიორკი. მარტიდან ყოფილა მაისიდან კი არა, მარტიდან ფაქტიურად ივნისამდე და ცოტა დრო რჩება, მაგრამ ყოველ შემთხვევაში მომა ძალიან კარგი ვებგვერდი აქვს, სხვათა შორის მეგობრებო, თუ არა გვაქვს საშუალება რომ ვთქვათ რეალურ რეჟიმში ჩავიდეთ ნიუ-იორკში, ეს ყველაფერი შეიძლება ვიხილოთ. ვებგვერდი, პრინციპში ბევრი სხვადასხვა სოციალური ქსელი აქვს გამოყენებული, იგივე Tumblr-ზე მყავს მე გამოწერილი და არა მხოლოდ გამოფენის ფოტოებს, არამედ მზადების ფოტოებს დებენ ხოლმე და მოკლედ ისეთი ინტერნეტ აქტიური ტიპებისთვის ყველა რესურსია, რომ ნიუ-იორკში წავსვლის გარეშეც ადვილად ნახონ. მომა არის არაჩვეულებრივი საშუალება, საგანმანათლებლო ფაქტიურად პლატფორმა, ეს არ არის მხოლოდ მუზეუმი. ერთადერთი თხოვნა იქნება და რჩევა იქნება, ალბათ უნდა ვისწავლოთ კარგად ინგლისური, რომ ამ მსგავსი ინფორმაცია გქონდეს აუცილებლად. ეს არა მხოლოდ არტისტებს და შემოქმედ ადამიანებს, არამედ მე მგონი ბიორკის მუსიკა ყველასათვის არის, თქვა და გარკვეული ხელოვნების ნიმუშები არ უნდა იყოს ჩემის აზრით ცნობური რაღაცა ერთი ჯგუფი. მე როგორც ვიცი, ბიორკი არა მარტო მუსიკალურ ნომრებს, ანუ ბავშვებისთვისაც ფიქრობს და რაღაც პროგრამა შექმნა, რომლის მეშვეობითაც ბავშვებს შეუძლიათ რომ გაკვეთილები ბევრად უფრო სახალისო პროცესად აქციონ და ესე იმეცადინონ და ისწავლონ მუსიკის თანხლებით. კიდევ ერთი მუსიკალური ინფორმაცია ნასტასიას აღმოჩენილი. ეს ინფორმაცია 2 დღის წინ სრულიად შემთხვევით ვნახე ინტერნეტში და როდესაც ჩემი Facebook-ის გვერდზე გავაზიარე, აღმოჩნდა რომ ძალიან ბევრი ადამიანს გაეხარდა და ამიტომ გეტყვით თქვენს Led Zeppelin-ი ალბათ არაერთ, ანუ არა მხოლოდ ჩვენ, არამედ ბევრ სხვა მაყურებელსაც ძალიან უყვარს და Led Zeppelin-ის სოლისტმა უარი თქვა ზაფხულში მოსკოვში დაგეგმილ კონცერტზე და ამ კონცერტის ორგანიზატორებმა თქვეს რომ მიზეზი რის გამოც მან უარი თქვა, ანუ ესეთი რაღაც პოლიტიკური განცხადებები არ გაუკეთებიათ, თუმცა თქვეს რომ მოსკოვში კონცერტის გაუქმების კვალდაკვალ პლანტმა თქვა რომ ის სიამოვნებით გამართავს კონცერტს თბილისში, ერევანში ან ალმა-ატაში და სწორედ ამ ნაწილს თბილისში კონცერტის გამართვის პერსპექტივას მოყვა ესეთი მხიარული გამოხმაურებები, ანუ არასაკვირველია საქართველოში ბევრი ფანი ყავს Led Zeppelin-ს და მათ გაეხარდა
ზოგადად ის შესაძლებლობა, რომ შეიძლება თბილისში ჩამოვიდეს. რასაკვირველია, ჩვენ ზუსტი წყარო არ გვაქვს ოფიციალურ ვებსაიტზე, ჯერ არაფერი არ დევს ამის შესახებ, ანუ შეიძლება მას მართლაც აქვს მოლაპარაკებები რომელიმე კომპანიასთან და აპირებს ჩამოსვლას, თუმცა ესეთი გადაწყვეტილი არ არის ეს ამბავი, მხოლოდ ნიუსი არსებობს იმის კვალ-და-კვალ, რომ მოსკოვში მან უარი თქვა. თუმცა გვინდა ასევე ვთქვათ მაყურებლისთვის, რომ პლანტი არ არის ერთადერთი მუსიკოსი, რომელმაც მოსკოვში და რუსეთში ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით უარი თქვა დაგეგმილ კონცერტზე. პერიოდულად პოლიტიკური მოტივებით ხსნიან ხოლმე მუსიკოსები იმას, რომ რუსეთს, რომელსაც ესეთი კონფლიქტური სიტუაცია აქვს მაგალითად უკრაინაში, ესეთი ხრით გამოუცხადონ თავიანთი დამოკიდებულება და გააუქმონ იქ კონცერტები. ეს არის ძალიან ესეთი სერიოზულ თანხებზე უარის თქმა, იმიტომ რომ რუსეთი ამჟამად ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი პრომოუტერია დიდი კონცერტებისათვის და მე დარწმუნებული ვარ რომ მაგრამ პლანტისთვის მე ეჭვმეპარება რომ საერთოდ ფულს რამე მნიშვნელობა ქონდეს ასეთი კლასის შემსრულებლებს მე მგონი თუ ასევე ხო მნიშვნელოვანია ისიც რომ ესეთი რანგის შემსრულებლები ამბობენ უარს იმიტომ რომ ნებისმიერმა წვრილმა მუსიკოსმა რო თქვას უარი ცხადია მას არ ექნება ესეთი მნიშვნელობა და მის პროტესტს რამხელაც მაგალითად პლანტისას აქვს ეს დამაფიქრებელია ქართველი პრომოუტერებისათვის ამიტომ ეძიეთ კონტაქტები შეიძლება ეს შესაძლებელი გახდეს სანამ კარგ ხასიათზე